მოგესალმებით. დღეს აგიხსნით ტრეიდს, რომელზეც თითო აკაუნტზე $1050 გავაკეთე და ასევე გავამახვილებ იმ შეცდომებზე ყურადღებას, რაც ძალიან ბევრმა დამწყება დაუშვა დღეს, რაც მე შევამჩნიე, პირაჩის მომწერეს ბევრმა კითხვა დამისვა, რატომ მოხდა ესეო და კონკრეტულად ზუსტად ტრეიდის დროს ლაივში როცა ვტრეიდობდი, ამაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული და ამასაც ავხსნით დღეს აუცილებლად. ეს ტრეიდი რა თქმა უნდა გახსნილი იყო ლაივში, სადაც $1050 გავაკეთე თითო აკაუნტზე, 5 მიკროტი ვიყავი შესული აი ამ ადგილიდან და დეტალურად განვიხილოთ, მოდი ახლა. მოკლედ, მარკეტზე ვიყავი ბიარიში. ზოგადად, ჩემი კიდევ რჩევა ბევრჯერ მithkoms, კიდე გავიმეორებ, მარკეტზე სანამ თქვენი სათრიოდ რო არ მოვა, მანამდე მარკეტს არ შეხედოთ, რომ უაზრო ბაიასები არ აიკიდოთ მეთქი რა. რო დავჯექი მარკეტზე, უკვე ეს მოძრაობა მომხდარი იყო, აი ეს მოძრაობა უკვე მომხდარი იყო, ამ ჰაიებზე გვაქვს SMT და ამ SMT-ის შემდეგ და ესე displacement-ის შემდეგ ცხადი იყო, რომ მარკეტი ამ low-სკენ მოდიოდა, ამ sell side-ისკენ, რაც არ უნდა ბაიასი სხვანაირი ქონოდა, ამის იქით მე მარკეტზე ვერ გავიხედები. ასევე, მოდი New Copenhagen მქონდა ჩართული და მაგიტომაც მაგასაც გავხსნი აუცილებლად. აი ეს New Copenhagen მარტო ჩვენით მონიშნოთ, უაზროდ რო არ გადავაჭრელო მარკეტი. ეს New Copenhagen მქონდა მონიშნული 5 აპრილის და ასევე ну რა თქმა უნდა წინა დარესპექტებული ინვერჟენი გვაქვს რა. ეხლა ამ ანალიზისთვის მარტო რა time frame-ია გამოყენებული 15 წუთიანი. ზოგადად სულ მარტო 15 წუთიანი ვერ იმსჯელებ, მაგრამ აი ამ მარკეტზე სხვანაირად ეხლა მაქსიმუმ 1 საათიანი PP არის გამოგიყენებინა, რაც მონიშნული მქონდა, რომ აქედან მქონდა რეაქცია, 15 წუთიანზე აქედან გავიკეთეთ displacement-ი და მაგ displacement-ის შემდეგ დაველოდოთ უნდა retracements დაველოდე სად დაველოდე? retracements დაველოდე აი ამ New Copenhagen-ში და ასევე თუ კარგი იქნება და თუ ამ 15 წუთიან ფროლიგებში წავიდოდით, რომელიც იყო ჩვენი რა? Premium array, ხო, სადაც ფასი ავიდა. გადავიდეთ ახლა double time frame-ზე და დაველოდოთ retracements ერთად. მოკლედ, აქ მარკეტს ვუყურებ, ველოდები, ჯერ კიდევ ველოდები და აი აქ შეცდა ძალიან ბევრი. აქ მარკეტზე არ გვაქვს internal manipulation. ანუ მარკეტს აქ აი ამ range-ში manipulation არ მოუხდენია, ამიტომაც ისეთ highs რა highs-ს აქ გაიკეთებს აი ახლა ცოტა ხანში, ხო? ვერ ვენდობით. ზუსტად live-ზე ვზივარ და რა ვიცი, რამდენი კაცი იყო, არ მახსოვს ზუსტად რა. ყველას ვაწინ ესე ვიძახე, ზუსტად აი ამ entry model-ზე გავამახვილე ყურადღება, რომ აი აქ trade-ში არ შეხვიდეთ. აი თქვი ეს. აქ ტრიჩი არ შეხვიდეთ. იმიტომ რომ არ გვაქვს ისეთი entry მოდელი, რა entry მოდელი და ჩვენ shorts გავხსნით, რაც იყო რა. არ აგვიღია აქ. აქ liquidity, manipulation internally არ ყოფილა, ისა expansion-ის ფაზაში ვართ, ეხლა გქონდა retracement-ი და ყველაზე მაღალაბათობიანი entry მოდელი მარკეტზე რაც გვაქვს, არის რომ მარკეტზე უნდა იყოს internal manipulation. ასევე charting session-ს თუ ნახეთ ამის წინა ვიდეო, მე ყურადღება გავამახვილე სამშაბათ დღეზე, რომ თუ იტრეიდებდით სამშაბათ დღეს, მაკრო დროის გარეთ ტრეიდი არ გაგეხსნათ. ეს დრო მარკეტზე არის მაკრო დროის გარეთ. ამიტომაც მეტი მოთმინება გმართებთ, სანამ მაკრო დროს არ მიუახლოვდებით რა. მინიმუმ 10, 40, 35-მდე ტრეიდი არ უნდა გახსნათ, უნდა მოიცადოთ მაგამდე, იმიტომ რომ ეს შუალედი იქნება რა, time distortions ვეძახით მაგას, ეს უბრალოდ რავი, advanced ცოდნა არის, არცა ჩემს სიმართლე გითხრა საჭირო, მაგრამ ანუ მაგ დროს არ იქნება მარკეტზე სახარბიელო კონდიცია, ესე ვთქვათ რა. ამიტომაც უნდა დაველოდე internal manipulation, აი აქ გავიკეთეთ რა. bullish სანთელი, რის დადრის პერსპექტივას მოვოდოთ, რომ გაკეთებულიყო რა, PR-ის short block-ი, ხო? ამის შემდეგ მარკეტმა გააკეთა მოძრაობა, უკვე მივუახლოვდით მაკროს 10:40-ისთვის არის. აი აქ გავხსენით ტრეიდი ლაივში, სადღაც აქ იყო main entry უბრალოდ აქ მქონდა. stop loss-ი მედო, აი ამ order block-ის ზემოთ და take profit-ი მქონდა აქ. პარშალი არაფერი არ მიღია. ესე დავაცადე მარკეტს, თავისი გაეკეთებინა. მე კიდე re-entry-ის საშუალება ბევრი იყო, ამ ხელა манипуляციის შემდეგ, როდესაც ეს liquidity გავსვიპეთ, ამის შემდეგ დამატება შეიძლება და ტრეიდისთვის უბრალოდ მე დაჟე მაგ დროს საჭესთან ვიყავი, სიმართლე გითხრათ, ვეღარს დავამატებდი და არც იყო საჭირო, საკმაო პოზიციით ვიყავი შესული. აი ამ order block-ში ამოვიდით, ეს თქვენი დამატებით short-ი არის, შეგიძლია stop loss დაგიყენებინათ ამის ნახევრის ზემოთ, თავისუფლად და გაყოლოდით ისე ფასს. და ესე მიარტყა targets ჩვენმა ტრეიდმა. ეს იყო რა ტრეიდის გავხსენით და რა ვიცი, აქედან მნიშვნელოვანი რაც იყო წესაღები იყო, რომ უნდა მომისმინოთ, როცა მომფრო. მარტო მაკრო დროს უნდა გახსნათ, ასევე internal manipulation-ს უნდა დაელოდოთ აუცილებლად, იმიტომ რომ მაგის გარეშე ტრეიდი ბევრად უფრო დაბალაბათობიანი იქნება. და ასევე live trading-ზე მინდა ყურადღება გავამახვილო ამაზე, რომ
მე ვიცი ამ 2 წლის განმავლობაში ხშირად ვიმეორებ ამას, მაგრამ მაინც გავიმეორებ ახალი აუდიტორიისთვის, რომ ხარისხი ყოველთვის აჯობებს რაოდენობას რა. არ არის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა რაოდენობის ტრეიდს გახსნი, თუ შენი მოგებები გინდა ბოდიში, თუ გინდა რომ შენი მოგებები წაგებებზე ბევრად მეტი იყოს, უნდა გახსნა მარტო A+ სეტაპები. მეტი ტრეიდი მეტფულს ტრეიდინგში არ ნიშნავს, არც მეტი ცოდნით და მეტი რაღაცის გამოყენებით ტრეიდი მეტფულს არ ნიშნავს, ეგ იცოდეთ და ეგ რჩევა ჩემგან საჩუქრად ხალხო, წაიღეთ, ძალიან გამოგადგებათ, ეგ ძალიან ბევრ უაზრო წაგებას აგარიდებთ თავს და ბევრ ტრეიდს მოგაგებინებთ. მოთმინება ტრეიდინგში არის აუცილებელი. მოთმინება სანამ შედეგს მიიღებთ და მოთმინება სანამ ასევე მარკეტზე თქვენს A+ სეტაპს გახსნით. ვინც არ იცით A+ სეტაპი რას ნიშნავს? A+ სეტაპი არის ის მაღალაბოთობიანი სეტაპი, რაც აი უეჭველი თუ არა, ძალიან დიდი ალბათობაა შენც ქვეცნობიერში, რომ ეს ტრეიდი ამ მოძრაობას გააკეთებს რა. ეგეთი ტრეიდი უნდა გახსნათ, რა თქმა უნდა, სტატისტიკურად უნდა იყოს ეს დამოწმებული, სტატისტიკურად როგორ უნდა დაამოწმოთ, ჟურნალი უნდა იქონიოთ, ბექტესტი გააკეთოთ და მე ბექტესტის შემდეგ რომ დამტკიცდება, რომ თქვენი მიდგომა მარკეტზე მუშაობს და რაღაცა პროცენტული პროფიტული მაჩვენებელი აქვს, შემდეგ უნდა გადმოგვიდეთ live მარკეტზე და გააკეთოთ forward ტესტი, ანუ იტრეიდოთ demo ანგარიშზე. ჩემი რჩევა იქნება ეს ხალხო. მადლობა როგორც ყოველთვის ყურადღებისთვის და მოსმენისთვის. უკვე ბევრი ვართ ნელა ვიზდებით. მაგანის ვიდეოც მალე დაიდება, ვიცი რომ მაგას ბევრი ელოდებით, უბრალოდ ახაც პრობლემების გამო გადამედო ეს ყველაფერი ცოტა და რა ვიცი. დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ. მადლობა.